დღეს 1 ოქტომბერი კი ყველაზე სამარცხვინო დღე ჩემი აზრით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ანუ 1991 წლის 9 აპრილიდან რეალურად, თუმცა მანამდელი პერიოდიდანაც 1990 წლის 28 ოქტომბრიდან განა შეცდომები არ დაგვიშვია ჩვენ ამ ხნის განმავლობაში საშინელი შეცდომები დაგვიშვია, მაგრამ 1 ოქტომბერის შეცდომაც არ არის. ეს არის ჩვენს მიერ ჩადენილი დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე. ოღონდ ეს ყველაფერი გამოჩნდა, ეს ყველაფერი გამოირკვა უკვე შემდგომ პერიოდში 2016-დან, 18-დან, 20-დან, 22-დან, 24-დან განსაკუთრებით და უკიდურესად უსვინდისო უნდა იყო, რომ ამას არ აღიარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მიღწევები ბრჭყალებში ცხადია, იკვეხნის, ტრაბახობს, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა, ქართული ოცნების პოლიტიკური კრიმინალური სინდიკატი ჯგუფი, გვაბოლებს იმ პროპაგანდისტური მანქანით, რომელიც მანვე შექმნა, არასწორი სიტყვა, გააძლიერა, საკუთარ სამსახურში ჩაიყენა. დიახ, 1 ოქტომბერი, ოღონდ მერე აღმოჩნდა, ეს კვლავ ვიმეორებ, რომ 1 ოქტომბერი რამდენადაც ამ დღეს მოვიდა საქართველოს სათავეში ყველაზე რუსული ძალა საქართველოში არსებულ ნამყოფ რუსულ ძალებს შორის ყველაზე სამარცხვინო დღეა. მიუხედავად იმისა, კვლავ ვიმეორებ, რომ პირველი 2 წელიწადის თუ 3 წელიწადის ცალკეული მიღწევები ამ ძალას არა საქართველოს ჰქონდა და შემდგომ პერიოდში შესაძლოა კანდიდატი ქვეყანა ვართ, მაგრამ ევროკავშირისა, მაგრამ ეს არ არის და ვერ იქნება ქართული რუსული ოცნების დამსახურება, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, ქართველი ხალხის მიღწევა და ყველაფერი ის, რაც პირველ წლებში მოხდა, პირველ წლებში მაგალითად უელსის სამიტი, მაგალითად ასოცირების ხელშეკრულება, მაგალითად ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან და ასე შემდეგ უვიზო რეჟიმი. ამ ყველაფერსაც ანგრევს დღევანდელი ქართული ოცნება, რუსული ძალა და ჩვენ ცხადია ვსაუბრობთ და უნდა ვისაუბროთ კიდეც ქართულ-რუსულ ოცნებაზე 1 ოქტომბერზე, როგორც ყველაზე სამარცხვინო დღეზე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ყველა დროის ყველაზე პატარა, სულ პატარა, გნებავთ შეაერთეთ ორი სიტყვა, გნებავთ განაცალკევეთ, სულ პატარა, სულ დაბალ თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ბოღმითა და შურისძიებით ახსავსე პირზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ სულ ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე ის არ დაგვიმარცხებია, ვიდრე ის მართავს ამ ქვეყანას, ჩვენ და სამწუხაროდ სავალალოდ ჩვენი შვილების ქვეყანას მართავს, გავარებოთ თავი ერწუს იმას, რომ მართავს ჩვენს ამ ქვეყანას, ამ გენერაციის ქვეყანას, ვინც ახლა აქტიურია და ვინც საქართველოსთვის თავის მხრივ იღბწის, იბრძვის. მაგრამ ახლა დღევანდელი ეს ვიდეო ბლოგი კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილსაც ეხება ერთის მხრივ თუ ირიბად, მაგრამ და დღევანდელ ბიძინა ივანიშვილის გრუზიას, მაგრამ მეორეს მხრივ ეხება სოფლიოში მიმდინარე პროცესებს და სოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკრაინის კონტექსტში, უკრაინასთან მიმართებაში. იცით თქვენ, რომ პრეზიდენტად კაბინეტში მეორედ შესვლის შემდეგ, ანუ 20 იანვრის შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპს დასჭირდა, არ მინდა თქვა, რომ 8-10 თვე, მეთქი არა, მაგრამ დაახლოებით 3 თვე, რომ ის ნელ-ნელა გარკვეულიყო ვითარებაში და ნელ-ნელა გატრანსფორმირებულიყო იმგვარ პირად, რომელსაც ერთის მხრივ სწამებდნენ, რომ ის იყო პრორუსი, მეორეს მხრივ სწამებდნენ და აბრალებდნენ, რომ ის იყო გაორებული, მას ჰქონდა ჩამოუყალიბებელი პოზიცია და ეს ასეც იყო, განა არა. ხშირ შემთხვევაში ის წითელ ხალიჩასაც უგებდა ფეხქვეშ შლეგ ლიდერ პუტინს, მაგრამ ამავდროულად ჩამოუყალიბებელი რომ იყო ამის დასტურია ისიც, რომ იმავე დღეს, იმავე წამებში ბიორის პირითიც გადააფრინა, მისი ბრძანება იყო რასაკვირველი ალასკაზე პუტინთან შეხვედრის დროს ბიორის პირითის ამ ბომბდამშენის გადაფრენა და დაფრთხობა პუტინისა. მაგრამ ტრამპი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ამ სიტყვისთვის ვუბოდიშებ მის მომხრეებს პირველ ყოვლისა, ნელ-ნელა აზრზე მოდის მეთქი და სულ უფრო კაცრდება, სულ უფრო კვეთრდება, სულ უფრო სწორ და უაღრესად სწორ
უკიდურესად სწორ მესიჯებს გვაცნობს და მესიჯები რიტორიკა საერთოდ პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ ამაზე ცოდნა მოგვიანებით, ახლა მე რუკა უნდა გაჩვენოთ და ასე უნდა დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, რომ გავანებოთ ახლა ერთს თავი რაღაც სხვადასხვა თეორიებს, იმის თაობაზე უბრალოდ წარმოდგენა შეიქმნით ამგვარი, რომ უკრაინა, იგი მე მოვხაზავ თქვენის ნებართვით, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს უკრაინა იმარჯვებს. მოცემულობად მიიღეთ ეს. შესაბამისად, მასზე ბევრად დიდი რუსეთის ფედერაცია კიდევ მოვხაზოთ ვეება სახელმწიფო მარცხდება. ეს წარმოიდგინეთ. ოღონდ დამარცხებაში იგულისხმება რა. დასავლეთის სტრატეგიული ამოცანა იქნება ერთის მხრივ პუტინის მოცილება, პუტინის ჩამოგდება და ვინც ის იქნება დასჯა კიდეც რუსი ხალხის მიერ და შეიძლება საერთაშორისო სამართლის ტრიბუნალის თუ ტრიბუნალების მიერაც ეს ერთი, მაგრამ მეორე დასავლეთის სტრატეგიული ამოცანა იქნება, რომ მოსკოვში, რუსეთში მოვიდეს იმგვარი ლიდერი, რომელიც კი არ გაადემოკრატიულებს მაინც და მაინც რუსეთს ვერ მოახერხებს, შეუძლებელია ეს და არც დაშლის, იმიტომ რომ რუსეთის მარტივ მომრავლებად დაშლა ცოტაზე მეტად გვარიანად საფრთხილოა საშიშია მსოფლიოსათვის, რუსეთის ბირთვული პოტენციალისა და იარაღის სიუხვის, სიჭარბის გამო, არამედ იმგვარი ლიდერის მოსვლა, რომელიც რუსეთს არ დაღუპავს ერთის მხრივ. მაგრამ მეორეს მხრივ რასაკვირველია, არ დააჭერს თითუკას თითს ბირთვული ბომბის გამოყენების ღილაკზე. ანუ იმ წითელ ღილაკს რომ უწოდებთ, ეს არ არის პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ასე არ ხდება ბირთვული ბომბის ჩამოგდება გაშვება, მაგრამ მე მაინც ასე წარმოვაჩენ, რომ მაყურებლისათვის უფრო იოლად აღსაქმელი იყოს. ანუ ნებისმიერი ივანოვი, პეტროვი თუ სიდოროვი პოსტ-პუტინისტურ ეპოქაში, დმიტრიევი ასე მაგალითად თუ სხვა ვინმე უნდა იყოს იმგვარი, რომელიც ღილაკს არ დააჭერს, ხოლო პუტინმაც ვერ უნდა მოასწროს, ვიდრე წასვლამდე ღილაკისათვის თავისი თითის დაჭერა. დასავლეთს ფეხებზე ეკიდება რუსეთის მოსახლეობის 140 მილიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თავარი იქნება დასავლეთისთვის, რომ ისინი სიმშილით არ მოიხოცონ, მაგრამ არ იყოს, ისინი არ გამდიდრდნენ და არ იყვნენ ისეთ კეთილ დღეობაში, როგორშიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მათ, რომ ნორმალური ლიდერი და ნორმალური ხელისუფლება ჰყოლოდათ. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება მოსკოვში ცენტრის მოსკოვის მიერ რეგიონების კონტროლი, მაგრამ არა დიქტატურის შენარჩუნება დანარჩენ ტერიტორიაზე რუსეთისა, ისეთ დიქტატურის როგორიც არის ახლა პუტინის მიერ შექმნილი და არც ნამეტანი დიდი თავისუფლების მიცემა იმ რეგიონებისათვის, რომლებმაც შეიძლება დაიწყონ ამ რეგიონების მოსახლეობამ დაიწყოს დეზინტეგრაციული პროცესები საკუთრივ რუსეთში, უშუალოდ რუსეთში. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა იმარჯვებს, რა ხდება მერე უკრაინაში. უკრაინაში შევა წარმოუდგენელი რაოდენობით არ არსებული, რომ ვერ წარმოიდგეთ იმ რაოდენობის ინვესტიცია, იმიტომ რომ უკრაინა იქნება ხელახლა ასაშენებელი და ისეთ ქვეყანად ჩამოსაყალიბებელი, რომელიც იქნება ყველაზე მძლავრი უსაფრთხოების სისტემების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მხრივ ერთის მხრივ დაცული, ყველაზე უფრო მეტად მეთქი ასე ვიტყვი, არა მხოლოდ აღმოსავლეთ ფლანგზე ევროპისა, არამედ უნდა იყოს კეთილდღეობის ოაზისი, ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყანა დროთა განმავლობაში. ცხადია, მთელი ევროპის მასშტაბით, ანუ უნდა გაეჯიბროს, ის ხო ყველაზე დიდია ევროპაში, ხო? უნდა გაეჯიბროს პოლონეთს, არათუ პოლონეთს გერმანიას საფრანგეთს და ვინც ის ბრიტანეთსაც კი მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი არ არის ევროკავშირის წევრი და კონტინენტური ევროპის წევრი თუ ნაწილი. ამ ყველაფრისთვის რასაკვირველია უზარმაზარი მნიშვნელობა მიენიჭება, ესეც მოვხაზოთ, ჩინეთს. ვერ გაჩვენებთ კარგად აშკარად. ამ ყველაფრისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა მიენიჭება ჩინეთს, რომელსაც რუსეთთან აქვს საზღვარი უკიდურესი აღმოსავლეთისკენ, ვინმე იტყვის, რომ პატარაო, იმიტომ რომ მან შუაში კიდე მონღოლეთია, იცით თქვენ, მაგრამ უკიდურესი აღმოსავლეთისკენ აქვს ჩინეთს საზღვარი და ჩინეთის ექსპანსიას რუსეთში, რომ გამოხრას, თუ სწორი სიტყვა,
ჩინეთმა და ჩინეთს ესუნდა რეალურად რომ გამოხრას რუსეთი. ამის ნებართვას მას მისცემენ იმის გათვალისწინებით რომ ჩინეთი იქნება ადეკვატური სხვა ამბებში. დიახ, დასავლეთი და ჩინეთის შეერთებული შტატები და ჩინეთის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ჩინეთი უკიდურესი აღმოსავლეთი, ურალს იქით აღმოსავლეთით რუსეთის გაჩანაგებით, ცუდი გაგებით არ ვლაპარაკობ, გამოხრით მათი რუსეთის ბუნებრივი რესურსების ამოღებითა და ამ ქვეყნებში გადატანით იქნებიან დაინტერესებულნი და ამ პოლიტიკას გაატარებენ. რუსეთის მოძლიერების შემთხვევაში ეს პოლიტიკა უბრალოდ ვერ გატარდება, ამიტომ დასავლეთის და შეერთებული შტატების მიზანი ამოცანა არის რუსეთის დამარცხება უკრაინაში, რომ მერე უკვე დასუსტებულ რუსეთს მეტი და მეტი მოსთხოვონ, განსაკუთრებით ბუნებრივი რესურსების იოლად და იაფად გადატანა თუ ევროპის თუ შეერთებული შტატების სივრცეებში და თუ ჩინეთში, სადაც აღებიცემობა რუსეთს გაჩაღებული აქვს, მაგრამ გაცილებით მეტი პოტენციალია. მოკლედ რუსეთი უნდა გამოიშიგნოს როგორც სახელმწიფო. და ეს ძალიან კარგია. ქართული ოცნების ვინმე ექსპერტად წოდებული იტყვის, რომ აინახეთ რაც სულ რამეს ჩადისო დასავლეთიო, მაგრამ ჩინეთი და დასავლეთი ერთმანეთთან დალაგდებიან, თუ რამეზე დალაგდებიან სწორედ იმიტომ, რომ სწორედ იმ საკითხში, რომ ერთობლივად აკონტროლონ განსაკუთრებით რუსეთის ფრთა აღმოსავლეთ ნაწილი. და კი ამიტომაც ცალკეული ექსპერტები რუსებისა ამბობენ, რომ ახლა ჩვენ უკრაინას უნდა შევეშვათ და მთელი რესურსები უნდა გადავისროლოთ სწორედ აღმოსავლეთისკენ. ჩვენ ციმბირს უნდა დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ დასავლეთი და ჩინეთი ამ ციმბირს იოლად არ დაეპატრონონ. ეხლა ამ ყველაფერთან რა კავშირშია საქართველო? არაფერში თითქოს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თუ ჩინეთი და ძლავრი ჩინეთი შეგვიძლია მე ინდოეთსა და ინდოეთიც ვახსენოთ. ჩინეთი, ინდოეთი ლაგდებიან ერთმანეთთანაც და არა მხოლოდ რეგიონალურ საკითხებზე. თუ რუსეთთან ლაგდება დასავლეთი, ლაგდება არასწორი სიტყვაა. თუ რუსეთში ექსპანსია ჩინეთისა და დასავლეთისა, აქვე შეერთებული შტატები უნდა გაჩვენოთ, შეერთებული შტატებისა უზრუნველყოფილია თუ გარანტირებულია. თუ რუსეთს გამოიყენებენ და თამაშის წესები იქნება შემუშავებული, ასევე ახლო აღმოსავლეთში, სად მოვხაზე? ახლო აღმოსავლეთში. ხო, სწორე მოვხაზე. აი ეს პაწაწკუნტელა საქართველო, გიბოდიშებთ ცუდი სიტყვისთვის ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ ვის დაკარგვია. თუ უკრაინა ამასობაში ძლიერი სახელმწიფო ხდება შავი ზღვის რეგიონის, თუ თურქეთი ამასობაში თამაშობს ძალზედ ადეკვატურ თამაშს, არ უშვებს ჩინეთს ნამეტნავად ამ რეგიონში, მაგრამ ამავდროულად მასთან დალაგებულია აგრეთვე დასუსტებულ რუსეთთან და მოძლიერებულ ბევრი ინვესტიცია ჩასხმულ უკრაინასთან. აი ეს პაწაწკუნტელა კომპლექსებით სავსე ბიძინა ივანიშვილის საქართველო ვის დაკარგვია, მეთქი ასე უნდა ვიკითხო. ბუნებრივია, რომ ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტი ბიძინასეული გაგებით, თვითმყოფადობა ბიძინა ივანიშვილის ეული გაგებით, რასაკვირველია შემორღვეული იქნება და კარგიც არის ყველა ცხვილი მოთამაშის მხარიდან თუ მიერ. ევროკავშირი თავის წრილს შეიტანს, იმიტომ რომ ევროკავშირს სასიცოცხლოდ სჭირდება დემოკრატიული საქართველო, გამტარი შუადერეფნის პატრონი საქართველო, გამტარი აზიას, ცენტრალურ აზიასა და არ მიხსენებია ცენტრალურ აზიასა, ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების გამტვარი სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეერთებულ შტატებსაც სასიცოცხლოდ სჭირდება საკუთარი უფრო მსუხე და უფრო ძლიერი მონაწილეობა კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით შუადერეფანში, იმიტომ რომ ის ერთგვარად შემოვიდა, მაინც დავარქმევ თქვენის ნებართვით ამ ტრიპს, ესე იგი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო გზას ტრიპს დავარქმევდა, შემოსულია კავკასიის რეგიონში. ამ ყველაფერში კანადაზე თქვენის ნებართვით არ ვიტყვი არაფერს და ასევე სამხრეთით თქვათ ბრაზილიაზე ორი მსხვილი სახელმწიფოა, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ამ კონტექსტში მეორეხარისხოვანია. თავის უზარმაზარ ან მნიშვნელოვანეს როლს ამ პროცესში ითამაშებს იაპონია თავისი ტექნოლოგიური განვითარებით. ეს პატარა შედარებით პატარა სახელმწიფო და მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობის ნაწილში მოგვარდება ასე თუ ისე და დარწმუნებული ვარ მოგვარდება არაჩ დღევანდელი ჩინეთისათვის სასარგებლოდ ტაივანის პრობლემა, მოკლედ არ მოხდება ტაივანის როგორც ასეთის
მისაკუთრება ჩინეთის მიერ, იმიტომ რომ უკრაინის გამარჯვება, უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება განაპირობებს იმას, რომ ამგვარი კონფლიქტები ვეღარ გააღვივოს, ვეღარ დაიწყოს ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ვეღარ დაიწყონ და არ შეცვალონ საზღვრები ძალითა და ძალის გამოყენებით, რუსეთი იქნება უკიდურესად დასუსტებული მშიერი, მაგრამ არც იმდენად რომ ამოიკვეთოს, ამოწყდეს და ამ რუსულ რესურსებს გამოიყენებს უკლებლივ. ყველა მოსკოვში იქნება იმგვარი ტიპი, რომელსაც თითის დაჭერის შესაძლებლობაც კი სურვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არ ექნება ამ წითელ ღილუკაზე და ისევ საქართველო გეკითხებით ვის და კარგვია ამასობაში ბიზინა ივანიშვილი. ვინ პაიკის მტვერის მოლეკულა ბიზინა ივანიშვილი, ეხლა გეკითხებით ამ კონტექსტში რა სუვერენობაზე, მისეული გაგებით სუვერენობაზე, თვითყოფადობაზე, სუვერენულ დემოკრატიად წოდებულ, ვითომ დემოკრატიაზე საუბრობს ეს რუსი კაცი, არსებითად რუსი კაცი. ახლა რაც შეეხება მადასტურებელი იმისა, რატომ მარცხდება რუსეთი, იცით თქვენ განსაკუთრებით მარცხდება, იმიტომ რომ შეერთებულმა შტატებმა პრინციპში ღია თანხმობა უთხრა, როგორც იქნა, უთხრა ბაიდენს ეს არ გაუკეთებია. ღია თანხმობა განუცხადა უკრაინას, რომ ამ უკანასკნელს შეუძლია ამერიკული იარაღითაც რუსეთის სიღრმეებში იერიშების მიტანა უკრაინიდან რუსეთის სიღრმეებში, რასაკვირველია, კარგად ვერ ვხატავ, მაგრამ მაინც რუკა ყველას გაქვთ, ამასთან შეგიძლიათ მიაქციოთ ყურადღება. ამასთან საუბარია არა მხოლოდ ეგრეთ წოდებულ მოსაზღვრე რეგიონებზე, კურსკზე თუ ბელგოროდზე, არამედ ურალს იქითაც და ამგვარ შეტევებს ან უკვე ახორციელებს, ან მომავალში განახორციელებს ამასთან არა მხოლოდ ამერიკული იარაღით, არამედ მის ქვეყანაში შექმნილი იარაღითაც ზელენსკი და ზელენსკის მთავრობა და მისი სამხედრო ჯგუფი, პროფესიონალთა ჯგუფი, ბუდანოვი იქნება ეს სირსკი თუ სხვები, ხო, მალიუკი თუ სხვები და სხვები. და ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, ნახეთ რა ხდება მოცემულ ეტაპზე რუსეთის სტრატეგიული კრიტიკული ინფრასტრუქტურის, რომელიც ნავთობ რესურსებთან არის დაკავშირებული, იმის 20-25% უკვე განადგურებული აქვს. და კიდევ 75 შენარჩუნებული აქვს, მაგრამ ყოველდღიურად ჩვენ გვესმის უკრაინელებმა დაბომბეს ეს უკრაინის დე იურე ტერიტორიაზე, უკრაინელებმა დაბომბეს ის უკრაინის დე იურე ტერიტორიაზე კი არა, რუსეთის დე იურე ტერიტორიაზე. დეფიციტია შექმნილი საწვავისა რუსეთში 20-25%-იანი და კი ამიტომაც ცალკეულ რეგიონებში, ქალაქებში, მსხვილ ქალაქებში მათ შორის კილომეტრიანი რიგებია, რომ საწვავით შეავსონ საკუთარი აბზები ავტომობილების მფლობელებმა, მაგრამ ავტომობილებს ვინჩივის ეს ყველაფერი გადაიზრდება, რასაკვირველია, ტანკებისათვის, მძიმე ტექნიკისათვის, ზოგადად საწვავის კრიზისში. რუსეთს სახმელეთო ოპერაციების წარმოების მთლიანად და მით უფრო გამაგრების, ასევე სახმელეთო ოპერაციების მძიმე ტექნიკით გამაგრების შესაძლებლობაც კი მოესპობა გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს ხომ გასაგებია. გარდა ამისა, კარგად უნდა გავიგოთ შემდეგი რამ. წელიწადში არის 12 თვე. 12 ჯერ 10 ამ შემთხვევაში მილიარდი, არის 120 მილიარდი. ბაიდენმა აწუწუნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის დროს აწუწუნა შეერთებული შტატების იმდროინდელმა ხელისუფლებამ უკრაინას 60-61 მილიარდზე, საიდანაც 44, ეგრა მაგის პასუხია და შეერთებულ შტატებში რჩებოდა და დარჩა კიდეც. ახლა ამერიკა იღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, ამგვარ გადაწყვეტილებამდე მიდის, რომ გარდა იმისა, რომ ტომოჰავკებით დაეხმარება უკრაინას და სხვა იარაღითაც, რომელსაც უკრაინა მოითხოვს ნატოს წევრების გავლით ამერიკის შეერთებული შტატებისაგან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებში უკვე შევიდა დარეგისტრირდა კანონი, რომლის თანახმადაც, რომლის მიხედვითაც პრორუსებს მიმართა უფრო საქართველოს სივრცეში განბნეულებს და გამორიცხილებს ბიზინა ივანიშვილის პროპაგანდისტური მედიის მხრიდან თუ მიერ, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად რუსეთის გაყიდული აქტივებიდან 10 მილიარდი გადაეცემა უკრაინას, ანუ გარდა იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების, ამ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ჩაისხმევა ძალიან, ასე უნდა ვთქვა, ჩაიდება ძალიან დიდი ფული, იმიტომ რომ უკრაინა გახდეს ყველაზე მძლავრი ყველაზე წარმტაცი სახელმწიფო ევროპის მასშტაბით გარკვეული პერიოდის შემდეგ. ზელენსკი აღარ იქნება, ეგრა მაგის პასუხია, თუ მაინც და მაინც ეს გაწუხებს ზოგიერთებს. ზელენსკი წავა, როგორც კი ომი დასრულდება უკრაინის გამარჯვებით და ზელენსკი იქნება ცოცხალი ის კაცი, რომელსაც ძეგლს დაუდგავენ კიევის ცენტრში, მეთქი ასე ვიტყვი.
მაგრამ უკვე შემდგომ ვინც იქნება უკრაინის ლიდერი და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ვერანაირი პრორუსული წიაღსვლებისა იმის უკრაინაში, პირების უკრაინაში არაერთი ლიდერი დაჭირდება უკრაინის სრულ აღდგენას, იქნება უზარმაზარი ინვესტიციები ჩადებული, რომ უკრაინა იყოს აყვავებული ქვეყანა, რომელსაც ვეღარ დაარტყავს ვერც აყვავებული და ძლიერი უსაფრთხოების სისტემით ძლიერი ქვეყანა. ეგ რა მაგის პასუხია, გაფორმდება, აქვე ვიტყვი, აი წინასწარმეტყველება ტაბლიაშვილისაო, ვინმე იტყვის, ხო, ბრიტანეთს, პოლონეთსა და უკრაინას შორის თავდაცვითი ხელშეკრულება, გერმანიას, პოლონეთსა და უკრაინას შორის თავდაცვითი ხელშეკრულება და დამოუკიდებლად იმისა, უკრაინა მოხდება თუ რა ტრანსფორმირებულ გარდაქმნილ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ანუ ნატოში, მას ეს შეიძლება არც დასჭირდეს, რამდენადაც მისი ცა, მისი ხმელეთი და მისი ზღვა იქნება დაცული და ვის დაკარგვია ამასობაში ბიზინა ივანიშვილი თუ იზინა ივანიშვილის მიერ შექმნილი გრუზია, ვის დაკარგვია ბიზინა ივანიშვილი თავად თავისი კომპლექსებით გაჟღენთილი კომპლექსებით და წამლებით თან ამასთან რაღაც ეს ფითრი ვარდკაჭკაჭებით და ყვავის ბალახებით გაჟღენთილი კაცი, რომელიც იბერება და იბუშტება იმით, რომ ასეთი წარა, ასეთი დაბიური წარმოდგენა აქვს, როგორც სამყაროზე, ისე უშუალოდ მის ქვეყანაზე, მის ქვეყანაში ამ შემთხვევაში საქართველოს გულისხმობ, თუმცა ჩვენ ხო ვიცით, რომ მისი ქვეყანა რეალურად მისი სახელმწიფო რეალურად არის ერთიანი საბჭოთა კავშირი თუ დღევანდელი რუსეთი, რომელიც აკითხარით დამარცხდება მეთქი დიახ, რუსეთი უნდა გამოიშიგნოს კარგია, ჩინეთმა, დასავლეთმა, ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენონ მისი ბუნებრივი რესურსები. რუსეთის სათავეში თუ მაინც და მაინც ამ ქვეყანას შერჩა ბირთვული იარაღი, თუმცა ესეც საკაბათოა, საკატია სტატიას ემატება დასავლურ პრესაში ამ თემაზე, რომ რუსეთი უნდა რუსეთს როგორღაც უნდა ჩამოერთვას ეს ბირთვული ბევრი 4-5,000-ზე მეტი ბირთვული იარაღი და თუ დარჩება მაინც და მაინც ეს ბირთვული იარაღი რუსეთმა ეს ვერ უნდა გამოიყენოს გაავებულმა თუ გავეშებულმა თუ პოსტპუტინისტურმა თუ პუტინისტურმა თუ რა მნიშვნელობა აქვს, აცოცხლონ უნდა ასულდგმულონ უნდა მოსკოვი პეტერბურგი და გააჩანაგონ კარგი კონოტაციით, მოდი სხვა სიტყვით შევცვალოთ, მაქსიმალურად გამოიყენონ რუსეთის ბუნებრივი რესურსები ჩინეთმა, რომელიც ამ კამპოტში, აი ამ соусით, აი ამ მიზეზით, ამ არგუმენტაციით, ამ საბაბით ჩინეთიც რასაკვირი, რომელსაც თავის პრობლემები აქვს, ეგ რა მაგის პასუხია და ახლა არ ვილაპარაკებ. მონღოლეთიც, რომელიც აი თითქოს არავის არ ახსოვს, მაგრამ ვება ამ რეგიონისთვის საკმაოდ დიდი ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოა, ინდოეთიც გაგიკვირდებათ და სხვა წვილწვილი მოთამაშეები, რომლებიც ჩინეთისაგან სამხრეთით არიან, ამ ყველაფერს გამოიყენებენ. რასაკვირველია, ცენტრალური აზია არ უნდა დაგვავიწყდეს მისი უზარმაზარი პოტენციალით, პირველ ყოვლისა ყაზახეთი, აგრეთვე უზბეკეთი, აგრეთვე თურქმენეთი და მე ესე რიგითობით თუ მივყვებით, ჩემი აზრით მაინც ჯერ ყირგიზეთი და მერე ტაჯიკეთი, თუმცა შეიძლება სხვა შეუმეკამათოს კიდეც ევროპის კონტინენტს თავისი მსუყე სიტყვა ეთქმის ერთიანს რასაკვირველია, ოღონდ თვითყოფადობა შენარჩუნებულს აქვე ვიტყვი და კიდევ რამდენიმე საკითხი, თვითყოფადობა შენარჩუნებულს, ანუ სუვერენობა შენარჩუნებულს სხვაგვარად ვიტყვი ასე. ჯონ კენედიმ სენატში დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც უკვე კანონის ძალით მოითხოვს, რომ გაყიდული რუსული აქტივებიდან 10 მილიარდი დოლარი ყოველთვიურად გადაეცეს უკრაინას და ამ პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, ამ 8-9-10 თვის განმავლობაში ბევრჯერ რამდენიმეჯერ ტრანსფორმირდა, მაგრამ ახლა უკვე ჩანს ჩამოყალიბდა მკვეთრად, ნახეთ რა მნიშვნელობა აქვს. უკლებლივ ყველა ქვეყანაში არის ეს შეჯიბრებითობა წარსულთან, აი ბაიდენსაც გამიგზელდა ვიდეობლოგი, მაგრამ ბაიდენს ისე ეჯიბრება, უკვე დაამარცხა ჩემი აზრით, მაგრამ ისე დღემდე ეჯიბრება ტრამპი თავისი ამბები აქვს, ხო? ჩემი აზრით ეს 2020 წელთან არის დაკავშირებული და იმ აღქმასთან, რომ ბაიდენმა გააყალბა დემოკრატებმა გააყალბეს საარჩევნები, მაგრამ გავანებოთ ხა ამას თავი, მოკლედ ბაიდენსაც ეჯიბრება ტრამპი. ყველა ქვეყანაში არის ეს შეჯიბრებითობა წარსულთან. ისრაელის პრაქტიკულად ყველა პრემიერი ეჯიბრებოდა წინა პრემიერს. ზოგი მარცხდებოდა, ზოგი წინა პრემიერს ამარცხებდა, მაგრამ ასეთი ამბავი იყო ჩვენ სინამდვილეშიც კი შევარდაძე ეჯიბრებოდა გვინდა არ გვინდა გამსახურდიას, სააკაშვილი ეჯიბრებოდა შევარდაძესაც და გამსახურდიასაც, ბიზინა ივანიშვილი არა თუ ამ სამს, არამედ სხვებსაც და სხვებსაც ებიჯნება, იმიტომ რომ თვალსაჩინო მით უმეტეს არ ყოფნის, სადაც რომ ამ მოკლეტვინა კაც და
და ეჯიბრება წარსულის გმირებს, ამით აღმაშენებელს ეტოლება ლამის და ილია ჭავჭავაძეს, ნიკოლაძე ხო დამარცხებული ჰყავს და ასე მაგალითად სარაჯიშვილი ხო და ტრამპიც ეჯიბრება ესე ვიტყვი წინა მორბედებს მეთქი და გავბედავ და ვიტყვი რომ ტრამპი ტრანსფორმირდება ნახეთ მას დამარცხებული ყავს ობამა მას დამარცხებული ყავს კლინტონი ანუ დემოკრატებს ვასახელებ მას დამარცხებული კი არა განადგურებული ყავს ბაიდენი ის ეჯიბრება შვილ ბუშს ჯორჯ ბუშ უმცროს ის ეჯიბრება ჯორჯ ბუშ უფროს ვინმე ხო არ გამორჩა პრეზიდენტებიდან ამასობაში ობამა ვთქვი კლინტონი ვთქვი გონი ყველა ვთქვი და ის ეჯიბრება და მას სურს რომ დარჩეს აი ახლა უცნაურესი გვარსახელი უნდა ვახსენო უფრო დიდ პრეზიდენტად ვიდრე რონალდ რეიგანი იყო რეიგანი ვერ მოესწრო კი არა რეიგანის პრეზიდენტობისას არ მომხდარა საბჭოთა კავშირის დაშლა ეს 91 წლის მიწურულს მოხდა რეიგანი 99 წლის იანვრიდან აღარ არის ოვალურ კაბინეტში მაგრამ სწორედ რეიგანს მიეწერება რეიგანის პოლიტიკას მიეწერება საბჭოთა კავშირის დაშლა და ეს ფაქტი ეს სიმართლეც არის გულახდილად გეტყვით ტრამპს უნდა რომ მოასწროს რომ რუსეთის თუ დაშლა არა დასუსტება დამარცხება სწორედ მის ეპოქაში მოხდეს და მე ერთ ქვას უკვე ისტორიის წინაშე რომ მე მეტი ვარ ვიდრე რონალდ რეიგანი ეს შეიძლება ესე ვერბალურად ვერ წარმოთქვას მაგრამ მან მოითხოვოს რომ უხეშად ხსნით ცხადია ვუტრინებ რომ რეიგანის პორტრეტის გვერდზე მომავალმა პრეზიდენტმა მისი პორტრეტიც დატოვოს ხო და აი ამ შეჯიბრებაში ტრამპი არაორდინალური ამბივალენტური ცოტა ორგვარად სამგვარად შესაფასებელი და ასე შემდეგ ხო კონტროვერსიული პერსონა და ასე შემდეგ ამასობაში ყალიბდება როგორც ჩანს პირად რომელმაც ეს ყველაფერი რა გინდა რა ზიგზაგებით იანა ეს ყველაფერი დაისახა მიზნად ჟღალი ტრამპი დებილ ესე უწოდებს მე კი არ ვიგონებ ლოთ მედვედევზე ამბობს მედვედევის თაობაზე ამბობს ამგვარ ამეს მე გავაგზავნე ატომური წყალქვეშა ნავები ყველაზე მძლავრი იარაღი რომელიც კი ოდესმე შექმნილა რუსეთის სანაპიროებთან ემან რო გაისროლოს ბიძინა რუსო ამასობაში შენ სადა ხარ თუ გონია რომ აბასთუმნის უღრანებში გაკეთებული 15 მეტრიანი ქვაბულ ბუნკერი გიშველის რასაკვირველი არა რატო ვიცი რომ 15 მეტრიანია ვიცი და იმიტომ საიდან ვიცი ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ დღეს არა სხვა დროს 15-16 მეტრია რაც მითხრეს ამასთან არა მხოლოდ რაღაცა არმირებული ბლოკით თუ ცემენტით თუ რა ქვია რაღაცით ნაშენი არამედ ტყვია გაუტარი რკინაც არის იქ ჩატანილი მაგრამ ეს ვერ გიშველის იქ დიდი სივრცეა ის არ არის მხოლოდ ჩავიდა და არის იქ არის ჩავიდა და არის ესეთი სივრცე მაგრამ ვერ გშველის ეს მინდა ვთქვა არა მე იმას კი არ წინასწარ მეტყველებ რომ ვინმე მას ესვრის ბიორის პირის მე უბრალოდ ვამბობ რომ ეს ყველაფერი ამგვარ მდგომარეობაშია თუ ატომური წყალქვეშა ნავებიდან გაისროლეს რუსეთის მიმართულებით ემანდ ხო არც ამას არ გამოვრიცხავ ხო კონცეპტუალურად რა გიშველის შენ ბიზინა გრიგოლიჩ ივანიშვილო მე კი ამას ვამბობ რუსეთის სანაპიროებისკენ გავაგზავნეო ეს იმიტომ გავაკეთე რომ მან ანუ მედვედევმა ახსენა სიტყვა ბირთვული ის დებილი სხვა ვერსიით სულელი ადამიანია ლოთი ადამიანია რომელიც პუტინთან მუშაობს ხო პუტინთან მუშაობს მედვედევი და პუტინთან მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ვინც პუტინთან მუშაობს პირდაპირ მარცხნიდან მარჯვნიდან რა მნიშვნელობა აქვს რა ფორმით ონლაინ თუ უშუალო შეხვედრებით ხო ის გასაკვირველია და ის ჯება უკრაინა იმარჯვებს უკრაინა კიდევ ერთხელ ნახოთ რუკაზე ნახეთ რამდენი რამე გამოჩნდა ამასობაში ჩემი ნაჯღაბნები უკრაინა იმარჯვებს რუსეთი მარცხდება ევროკავშირის სივრცე არ ქონდა მოხაზული ევროკავშირის სივრცე იმარჯვებს შეერთებული შტატები გავშალოთ რუკა ამ პროცესში რასაკვირველია არ გვონიშნავს ოდიში აი ესე შეერთებული შტატები რასაკვირველია იმარჯვებს თელი დასავლური სამყარო იმარჯვებს ჩინეთი ამასობაში გამოყენებული იქნება საიმისოდ რომ რუსეთში შეაღწიოს და გამოშიგნოს რუსეთში უნდა მოვიდეს ძალა პერსონები უნდა მოვიდნენ რომლებთა ამოცანაც რუსეთის არადაშლა იქნება და ასევე ამოცანა იქნება თუ დავალება იქნება რომ მათ არ დააჭირონ ბირთვულ იარაღის
ლუკას თითი და ამას დასავლეთი მიაღწევს. აქ რა ეშველებათ გამობიზინებულებს, ეს კი არ ვიცი, თორე ბიზინაზე რომ ხელი ჩასაქნევი გვაქვს, ეს ყველამ კარგად იცის. ნახვამდის.